მოგესალმებით ყველას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, მე ვაგრძელებ კატეხიზატორულ საუბრებს ქრისტიანობაზე. მინდა შეგახსენოთ გასული საუკუნის დიდი ეპისკოპოსის ანტონ სურუჯელის სიტყვები. ასეთ შეკითხვას უსვავს ის ქრისტიანებს. თქვენ იმეგობრებდით ქრისტესთან, ღმერთ კაცთან? რა თქმა უნდა, ყველა მაშინვე დავეთანხმებით, რა თქმა უნდა, ვიმეგობრებდით. რას ნიშნავს მეგობრობა ქრისტესთან? ვინ არის ჩვენი მეგობარი? მეგობარი არის ადამიანი, რომელიც ყველა განსაცდელში ჩვენთან იქნება და არ მიგვატოვებს. ვის გამოც ჩვენ შეგვიძლია თავი გავწიროთ და ვიყოთ ერთგული ადამიანები ჩვენი მეგობარის. ვართ ჩვენ მეგობრები ქრისტესი? ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს გულისთვის დავითმინოთ განსაცდელი, წუხარება, ტკივილი, სნეულება. რა არის მართლმადიდებლობა? მართლმადიდებლობა არის ზუსტად ერთგული მეგობრობა ქრისტესი. როდესაც შენი ღმერთის, შენთვის განკაცებული ღმერთის ერთგული ხარ და მტკიცედ იცავ მის ყველა დარიგებას, შეგონებას თუ სწავლებას. ეხლა არის დიდი მარხვა და არ ამბობ, არ შემიძლია ვიმარხულო. კი, მე ძალიან მიყვარს იესო ქრისტე, მიყვარს დედა ეკლესია, მიყვარს პატრიარქი, მაგრამ მარხვას ვერ შევინახავ. ლოცვების წაკითხვა მეზარება. სიკეთეს ვერ გავაკეთებ. კი, მე ძალიან კეთილი ვარ, მაგრამ არ მაქვს საშუალება, რომ გავაკეთო სიკეთე. მარხვაში განსაკუთრებით, ჩემო მეგობრებო, უნდა ვიფიქროთ ქრისტეს მეგობრობაზე. ის, რაც მან ჩვენთვის დაითმინა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მაგრამ განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ამ 49 დღის განმავლობაში. პირველი 40 მოგეხსენებათ, რომ დადგენილია ქრისტეს მარხვის გამო, რადგანაც მან იმარხულა 40 დღე უდაბნოში, ჩვენს, რადგანაც ქრისტიანები ვართ და ქრისტეს მიმდევრები ვართ, ჩვენც უნდა ვიმარხულოთ, ხოლო ბოლო 7 დღე განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს მისი ვნებანი, მისი უყვედრელი ვნებები, რომლებიც ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის დაითმინა. თქვათ ხარ სკოლის მოწაფე და მთელი კლასი აუჯანყდა ქრისტეს და უნდათ მისი გალახვა. შენ იტყვი, რომ მე გამლახეთ მის მაგივრად? იტყვი, როდესაც ხედავ, რომ ლანძღავენ დედა ეკლესიას, აბუჩად იგდებენ პატრიარქს, ამა თუ იმ ეპისკოპოსს, სასულიერო პირს, შენ შეგიძლია თქვა, რომ ნუ აკეთებთ ამას, მათ ხომ თქვენთვის არაფერი დაუშავებიათ, მოდი და მე გამლანძღეთ, მე მეჩხუბეთ, მე გამლახეთ. რატომღაც ასეთი მომენტები ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მცირედია. ის პიროვნება, პეტრე რომ უწოდა ქრისტემ, კლდე, კეფა, სამგზის უარყოფს ღმერთს და ამბობს, რომ არ ვიცი ეს კაცი მე. სამგზის მხევალ ქალბატონთან, მონა ქალბატონთან, რომელიც უბრალოდ ეთყვის, რომ სამოსელზე გეტყობა, რომ შენს გალილეველი ხარ და მისი მოწაფე ხარ და არ ვიციო ეს კაცი მე. შეიცხადებს პეტრე, რომელიც აღიარებს ქრისტეს ზეღვთისა, ცხოველისა და რომელიც მოისმენს შემდეგ სწავლებას, რომ კლდესაზე და ანუ პეტრე შენს ამხსარებლობაზე, შენზე კი არა, შენს ამხსარებლობაზე დავაფუძნებ ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი მას ვერ მოერევიან. აი ეს ადამიანი, რომლის ბაგეებითად ერთი წუთის წინ სულიწმინდა ამეტყველდა და ბარ იონა, ანუ ტრედის შვილი ეწოდა მას, რამოდენიმე წუთის მერე ეშმაკის სიტყვებს წარმოს თქვავს. და ჩვენ, თანამედროვე ქრისტიანებმა, უნდა გულისხმა ვყოთ და საკუთარ თავს, განსაკუთრებით დიდ მარხვაში დაუსვათ შეკითხვა, ვართ ჩვენ მეგობრები იესო ქრისტესი? როგორ ესმის იესო ქრისტეს მეგობრობა? იმაზე მეტი სიყვარული არ გააჩნია არავის, ვინც თავის სულს დადებთ მეგობრებისთვის. ხოლო თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, განაცხადა ღმერთ კაცმა და რა გააკეთა? ჯვარს ეცვა ჩვენი ცხონებისთვის. ჩვენ კი
რას ვაკეთებთ ჩემო ძვირფასებო 21 საუკუნის ქრისტიანები? არ შეგვიძლია რძის ნაწარმზე, ხორცზე, განკითხვაზე, კამათზე, ჭორაობაზე, შუღლზე, სიზარმაცეზე უარი ვთქვათ. არ შეგვიძლია ჩვენ მეგობრობა იესო ქრისტესი. კი, პეტრესავით ვიქადნით რომ ყველამ რომ მიგატოვოს უფალო, ჩვენ არ მიგატოვებთ, მაგრამ ძალიან მარტივად, ძალიან უბრალოდ 30 ვერცხლზე ნაკლებ საფასურად შეგვიძლია ჩვენ გაცემა იესო ქრისტეს. დაფიქრდით თანამედროვე ქრისტიანობო, რამდენად მეგობარები ვარ ჩვენ ქრისტესი. ვიტყვი თამამად და ამაში არანაირი შეცდომა არ იქნება, რომ ერთადერთი რელიგია, ერთადერთი ამხსარებლობა, მართლმადიდებლობა არის ბოლომდე ერთგული ქრისტესი, მისი სწავლების, მისი ამხსარებლობის და ვინც ბოლომდე იმართლმადიდებლებს და ბოლომდე იტყვის უარს საკუთარ ეგოიზმზე, საკუთარ დაცემულ ბუნებაზე, უკეთურ ჩვევებზე და დაიწყებს მარხვავს, უარყოფს პიროვნულ დაცემულ ბუნებას, აღიარებს ქრისტეს თავის ღმერთად და გაყვება მას, ის იქნება ჭეშმარიტი მეგობარი იესო ქრისტესი. აი ხლა მოდი ჩვენ ცოტა ხანი გავჩუმდეთ, დავფიქრდეთ, გადავავლოთ თვალი ჩვენ ცხოვრებას და დავსვათ შეკითხვა. მე დეკანოზი გიორგი ვარ მეგობარი ქრისტესი? არა მგონია, კი, ფიქრობ რომ ვარ, მაგრამ არა ვარ მე ისეთი მოძღვარი, როგორიც უნდა ვიყო. არა ვარ მე ისეთი სასულიერო პირი, არა ვარ ისეთი ქრისტიანი, არა ვარ ისეთი მეუღლე, არა ვარ ისეთი მამა და არა ვარ ისეთი ქართველი, როგორც ქრისტეს მოეწონებოდა. რა დამჩენია ჩემო ძვირფასებო? სასოწარკვეთილებაში ჩავარდე? არა, პირიქით. ის დამჩენია რომ ეს დღეები განსაკუთრებით ვიფიქრო მეგობრობაზე. აი სოციალურ ქსელში თქვენ რომ გიგზავნიან მეგობრობას და თქვენ ფიქრობთ მერე დაიმეგობროთ თუ არ დაიმეგობროთ. ქრისტე ყველა ადამიანს გვიწვდის მეგობრობის ხელს და ჩვენ ყოყმანობთ. დავეთანხმოთ ქრისტეს მეგობრობაზე? დავეთანხმოთ, მაგრამ როგორ? თავდაბლობით, ლოცვით, მარხვით, წმენით, სიკეთით, სიყვარულით, უბრალოებით და თავგანწირვით. დადგება ჩვენ ცხოვრებაში ეგ მომენტი, რომ ჩვენ მოგვიწევს დამტკიცება, როგორი მეგობრები ვართ და ვიყავით იესო ქრისტესი. იფიქრეთ, ქრისტიანებო, დღეს განსაკუთრებით დიდ მარხვაში ქრისტეს მეგობრობაზე და თქვენ იქნებით ბედნიერი ადამიანები. მეგობრობა არის ერთგულება, არის თავდაბლობა, არის სიყვარული, არის თავის დადება ღმერთის გულისთვის და მოყვასის გულისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და მოგცეთ ძალა უფლის მეგობრობისა.